საკმაოდ დიდი რეზონანსი და ინტერესი გამოიწვია მმართველი გუნდის გეგმამ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა გადაიხედოს ის ჯარიმები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე მოქმედებს. არ კონკრეტდება, რომელ კანონდარღვევაზე შემსუბუქდება ფინანსური სანქციები და მოხდება თუ არა ჩამონათვალში ის ჯარიმები, რომლებიც ერთი თვის წინ მკვეთრად გაიზარდა. მათ შორის საუბარია სიჩქარის გადაჭარბებაზე, ავტობუსის ზოლში მოძრაობასა და ტელეფონით საუბარზე არსებული ჯარიმების თითქმის გაორმაგებაზე, რამაც თავის დროზე მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია. სანქციების გამკაცრების სკეპტიციზმით შეხვდნენ სფეროს სპეციალისტებიც. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია და ორ კვირაში კანონპროექტი სავარაუდოდ უკვე მზად იქნება. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მკაცრი პოლიტიკის შერბილება? დღეს განმარტება ამ თემაზე პრემიერმაც გააკეთა. შემცირებული ჯარიმები და შემსუბუქებული მიდგომები მძღოლების მიმართ მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს აანონსებს. საგზაო მოძრაობის წესებში შესატან ცვლილებებზე რამდენიმე უწყებას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დარღვევის სტატისტიკის დამუშავება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება თუ რომელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან მიმართებაში შემსუბუქდება სანქციები. განიხილება რიგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არსებული ჯარიმების გადახედვის საკითხი. მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები და მსჯელობა. განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი. მთავარი მიზანია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ერთის მხრივ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს შეინარჩუნებს, ხოლო მეორეს მხრივ იქნება დაბალანსებული და მოქალაქეების ინტერესებსაც გაითვალისწინებს. საგზაო მოძრაობის წესებში დაანონსებულ ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებენ ექსპერტები. მათი თქმით, ჯარიმების გაზრდა თუ შემცირება სტატისტიკური მაჩვენებლების შემცირებას ხელს ვერ შეუწყობს. დავით მესხიშვილის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საჭიროა ქულათა სისტემაში ცვლილებები შევიდეს და კანონდამრღვევ მძღოლს სამეთვალყურეო ვიდეო კამერითაც დააკლდეს ქულები. მნიშვნელოვანია, რომ კვლევების საფუძველზე დგინდებოდეს ჯარიმის ოდენობა. ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ დაიხვეწოს კანონის აღსრულება, რაც გულისხმობს ქულათა სისტემის კიდევ უფრო მეტად ამოქმედებას, მაგალითად სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა არსებობს, ის პერიოდულად იზრდება ხოლმე, მაგრამ სიჩქარის დამრღვევები არ ikლებენ, ხო? რატომ? იმიტომ რომ შეიძლება გადაიხადო ჯარიმა და გააგრძელო გზა კანონდარღვევით. და ქულათა სისტემის შემთხვევაში ეს იქნება შეუძლებელი. კანონის წინაშე ყველა გათანაბრდება. მმართველი გუნდის ინიციატივას ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაზრდილი ჯარიმები მოქალაქეებს მძიმე ტვირთად აწვება. კობახიძის თქმით, გამკაცრებულ ჯარიმებს ავტოავარიებისა და მათი შედეგების სტატისტიკური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეუმცირებია. ჩვენ დავაკვირდით გასული თვეების მონაცემებს, გასული დაახლოებით 1 წლის მონაცემებს და ვნახევთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ არ არის. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება, რა თქმა უნდა, პირდაპირ მოსახლეობას აბსოლუტურად შეგვიძლია განვიხილოთ ასეთი ვერსია ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით უნდა ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტთან ერთად. გაზრდილი ჯარიმები მოქალაქეებზე უარყოფით ფინანსურ გავლენას მოახდენს, თანხმდებიან საქართველოს პარლამენტში. საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი, რომლითაც რეალური შედეგები დადგება. ფაქტი ერთია, რომ ამ ტიპის ჯარიმებით ამის პრევენცია ვერ ხდება ბოლომდე, ხო? ხო და ამ დროს ეს ერთადერთი რაც ხდება ამ ჯარიმებით არის ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებული მოქალაქეებზე მაქსიმალური წნეხი. ასე რომ კეთილი ვინებოს ოცნება უნდა არა უბრალოდ გააუქმოს, არამედ რანგირება, რაც მართლა გასამკაცრებელია, ის გაამკაცროს. თორე ჩვენ ისიც ვიცით, როგორ დადიან მართლაც გადაჭარბებული სიჩქარით და რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ბოლო პერიოდში ამ თემას. აქ ცოტა სხვა კომპლექსური მიდგომაა საჭირო და არა გაბოროტება შენს ადამიანებზე, რომ მაქსიმალურად მეტი თანხა ამოიღოთ და შევიდეს ბიუჯეტში. ჯარიმები უნდა იყოს ადეკვატური. აუცილებლად საჭიროა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მოქალაქეს განცდა უნდა ქონდეს, რომ დარღვევის შემთხვევაში ის დაჯარიმდება, ეს მოქმედებს, რა თქმა უნდა, მოქალაქეზე, თუმცა ეს უნდა იყოს ადეკვატური და თანაბარ პროპორციული.
ძალიან კარგია ამ შემთხვევაში, როდესაც უმრავლესობის ლიდერი გამომძანდა და ამ შემთხვევაში მართლ პარტიაში როგორც ჩანს მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ გადაიხედოს ეს საკითხი. ჩვენ დავინახეთ და ბუნებრივია რომ მთელი რიგი ხარვეზები აქვს იმასთან დაკავშირებით, რასაც უნდა ემსახურებოდეს იმ სიგელეს. ამიტომ ეს ვერ იქნა მიღწეული, ვერ იქნა გადაზღვეული, შესაბამისად დადგა დღის წესრიგში ამ ყველაფერზე თავიდან გადააზრება, მსჯელობა და ბუნებრივია ეს არის მისასალმებელი დეტალებია, ამას თქვენ დაინახავთ, ბუნებრივია ყველაზე მთავარი არის ის რომ ამაზე მსჯელობა და ბუნებრივია გადახედვა და გადააზრება მოხდება. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ეს. ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების გაზრდის მორიგი ეტაპი სულ რაღაც თვენახევრის წინ 1 მაისიდან შევიდა ძალაში. მიზეზად ავტოავარიებისა და მათ შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა მაღალი მაჩვენებელი დასახელდა. ექსპერტთა ნაწილი მაშინ აცხადებდა, რომ გამკაცრების პოლიტიკა სათანადო შედეგს ვერ გამოიღებდა და კომპლექსური ზომების მიღებაა საჭირო. მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ვიდეო ჯარიმების ქულათა სისტემაზე მიბმა, საინფორმაციო კამპანია და სხვა. რომელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ეხება დაანონსებული ცვლილებები და კიდევ რა ნაბიჯები გადაიდგმება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. სავარაუდოდ მომდევნო სასესიო კვირაში გახდება ცნობილი, როცა პარლამენტს კანონ პროექტი უნდა გადაეგზავნოს.